სამხედრო აეროდრომი გაიხსნა. სადღეღამისო და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის უზრუნველსაყოფად მარნეულის სამხედრო აეროდრომზე ნატო სტანდარტების შესაბამისი სისტემები დამონტაჟდა. აეროდრომის მოდერნიზაცია საქართველოსა და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. თურქეთის მთავრობამ $2 მილიონ მეტი გამოყო აეროდრომის გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ირაკლი ოქრუაშვილი მარნეულის სამხედრო აეროდრომის მართვის პულტთან 1 საათის მანძილზე იჯდა და დაღამებას ელოდებოდა. თავდაცვის მინისტრი თავად გასცემდა საავიაციო კოორდინატებს და პირადად ესაუბრებოდა Su-25 ტიპის პილოტს, რომელმაც დღესღამით პირველი სამხედრო მანევრი განახორციელა მარნეულის განახლებულ სამხედრო აეროდრომზე. ღამით განახლებულ აეროდრომზე მინისტრის თვალწინ პირველი წარმატებული ფრენა HIU Mi-24 და Mi-14 ტიპის ვერტფრენებმაც განახორციელეს. Nацлად იმის განადგურებული ინფრასტრუქტურის, სადაც ჩვენ ადრე მივიღეთ მემკვიდრეობად საბჭოთა ჯარებისაგან, დღეს გვაქვს საკმაოდ შესანიშნავი აეროდრომი სამხედრო, რომელსაც შეუძლია აწარმოოს ღამის ფრენები. მარნეულის აეროდრომზე შესწავლა ღამის ფრენები, რისის საშუალებას ჩვენ ადრე არ ქონდა და ღამის ფრენებს ვასრულებდით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მარნეულის სამხედრო აეროდრომი 1940 წელს აშენდა. ის ამიერკავკასიაში თავისი უნიკალური მდებარეობითა და მონაცემებით დღემდე ერთადერთია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აეროდრომზე აღდგენითი სამუშაოები აღარ ჩატარებულა. ის ფაქტიურად გაპარტახებული იყო. მის რეკონსტრუქციაზე 2000 წლიდან დღემდე $2,400,000 მეტია დახარჯული და მის აღდგენაში საქართველოს მთლიანად თურქული მხარე დაეხმარა. ნატო სტანდარტებამდე აეროდრომის მიახლოებას ჯერ კიდევ ბევრი უკლია. არ არის თანამედროვე რადარები, თუმცა ერთი ისეთი რადარი მაინც დგას, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ყველგან დააფიქსირებს. ამ რადარებით რაც დამონტაჟებულია ამ აეროდრომზე, შესაძლებელია თუ არა დავინახოთ სხვა ქვეყნის თვითმფრინავი, რომელიც ჩვენ ტერიტორიას გადმოგვეთავს. კი, და ხედავთ, აქ დგას Petro-18 ტიპის რადარები, რომელიც 24 საათიან საბრძოლო მორიგეობაზე არის. აფიქსირებენ დარღვევებს, მათ შორის ჩვენი საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო სივრცის არასწორად გამოყენებასაც. საუკუნეების წინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ თურქეთი ოდესმე საქართველოს სამხედრო გაძლიერებაში დაეხმარებოდა. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ერთმანეთის დახმარება ძალიან გვჭირდება. მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები დღითიდღე ძლიერდება და ამ მხრივ ჩვენი დახმარება კიდევ გაგრძელდება. ამიერკავკასიაში უნიკალური მონაცემების მარნეულის სამხედრო აეროდრომი შეიძლება სულ მალე ამერიკელებმაც გამოიყენონ. ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დაწყებისას საქართველოს მთავრობა თუ ამერიკელების ნება იქნება დახმარებისათვის მზად არის. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიძლება ეს აეროპორტი ამერიკამ გამოიყენოს, არის ის? ყველა ჩვენმა პარტნიორმა შესაძლებელია ეს გამოიყენოს. ჯერ ამაზე საუბარი არ არის, ბუნებრივია, მაგრამ საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში გადადგავს ამ მეგობრულ ნაბიჯს მისი ყველა მეგობარი ქვეყნის მიმართ. თვითმფრინავის მიახლოების მაუწყებელი შუქურებითა და ახალი სინათლის სისტემებით მოდერნიზებული აეროდრომი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ახლა აქ უკვე რთული სწავლებები და პილოტების მომზადება სისტემატურად გაიმართება. საბოლოოდ აეროდრომის ნატო სტანდარტებამდე მისაყვანად სამუშაოების მეორე ეტაპი 2005 წელს კვლავ თურქული მხარის დახმარებით გაგრძელდება. ბაზაში არის საშუალება იმისათვის, რომ შევასრულოთ ღამის ფრენები. სრულად თანამედროვე სტანდარტებზე აღჭურვისათვის ძალიან ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი. მანამდე სადღეღამისო და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის უზრუნველყოფისათვის საჭირო სამუშაოები უკვე დასრულებულია, რისთვისაც თურქეთის მთავრობამ მთლიანობაში $2 მილიონ მეტი გამოყო. აეროდრომის გახსნის საზეიმო ცერემონიას დღეს თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც ესწრებოდა. მე ვეთნები ქართულ და თურქულ ხარჯებს შორის წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა